მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ყოველივე კარგს, წარმატებულ წელიწადს, როგორც თქვენთვის, ისევე ჩვენი სამშობლოსთვის. მე მოხარული ვიქნები თუ დამდეგ წელს ჩვენი სამშობლო გაერთიანდება. მე შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე ვარ, ჩვენი სტუმარი არმიის თადარიგის კაპიტანი უჩა გუგუჩია, 2008 წლის ომის მონაწილე. პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო თქვენს ტელევიზიას, რომელიც თავის პირველ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებრივ საწყისებზე და აქვს ამბიცია მიაწოდოს საზოგადოებას სიმართლე და არაფერი სიმართლის მეტი. ზუსტად ამ ფორმატში აღმოჩნდით ჩვენ დღეს ამ სტუდიაში, რათა საზოგადოებას უთხრათ ის სიმართლე, რომელსაც დღეს არც ერთი ტელევიზია საინფორმაციო ომის პირობებში არ აშუქებს. არ შეიძლება ერმა იცხოვროს გამუდმებული ნაყროვანებით, არ შეიძლება ერი გადაყვეს მუცელს. სიმაზღრის სინდრომმა არ უნდა ჩაითრიოს ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც ვალდებულია იდგეს ჩვენი საზოგადოების სადარაჯოზე. გამარჯობათ ბატონო უჩა. გაგიმარჯვეთ. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, ახალი წელი ყველა ღირსეულ მამულიშვილს. ასევე ამ ტელევიზიას მინდა ქართული აზრის დამფუძნებისთვის დიდი მადლობა მოუხადო და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მე მინდა მყურებელს უთხრა, რომ ის ავანტიურა, რომელიც 2008 წლის ომის დროს ქართველმა ერმა ომის სახით მიიღო, თავის შედეგებს მიუხედავად მრავალი წლის შემდეგ ისევ ნათლად აჩენს. ქვეყანაში არ დამდგარა 2008 წლის ომის გამოძიების შედეგი, მეცაც ვიტყვი, არავინ არ არის ამ ფაქტით დაინტერესებული, რაც რა თქმა უნდა არის ცინიზმი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის და ფრაგმენტულად ჟღერდება საზოგადოებაში ის მასიური ღალატი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გმირობად გასაღდა. დღევანდელი ჩემი სტუმარი სულ რამოდენიმე დღის ჩამოსულია საფრანგეთიდან, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი, რომლის საქმეც საფრანგეთში ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის. ამას თავად მოგიყვებათ, მაგრამ უმთავრესი მოტივი მისი სამშობლოში დაბრუნებისა არის ის, რომ დღეს თავდაცვის სამინისტროში ჩაბუდებულ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს შეახსენოს თავისი თავი. თუ მოსავალი არ იქნა საჯიშეს სიმინდით დათესილი, ის არც პირველ წელს და არც მეორე წელს სათანადო შედეგს არ მოიტანს. ამიტომ თუ ჩვენ წლის დასაწყისშივე არ ვიზრუნეთ იმ შედეგისთვის, რაც წლის ბოლოს უნდა მივიღოთ, თუ შემდეგ ამას არ მოყვა სათანადო რეაგირებები, თუ სამოქალაქო სექტორი სათანადოდ არ ჩადგა საქმის ყურში, ნუ დაგწყდება გული, თუ რატო არის საზოგადოება შემდეგ ინდიფერენტული. ბატონო უჩა, ძალიან გვაინტერესებს იმ საომარი მოვლენების ნაწილი, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით და მე დავიწყებ იქედან, თქვენ სად მსახურობდით, თუ შეიძლება საზოგადოებას უთხრათ, რა მოხდა საომარი სიტუაციის იმ ეპიზოდში, როცა სენაკეის ბაზა გავიდა და ერგნეთში შევიდა, აქედან რო დავიწყოთ ყველაფერი. დავიწყოთ, კეთილი. მე ვილაპარაკებ ფაქტებით და არგუმენტებით და დანარჩენმა საზოგადოებამ განსაჯოს. დიდი ხანია ამის თქმა მინდა ფართოდ. მე ერთხელ ვილაპარაკე, მქონდა მოწვევა მეცხრე არხის ეთერში, ხო და მან ჩაიწერეს ეს მასალა, თუმცა ერთი სამწუთიანი მონაკვეთი გაუშვეს მანტო დანარჩენი მაგ დისკის დასავალი არ ვიცი. მე ხა მოგიყვებით თუ როგორ ვითარდებოდა იმ დღეებში აგვისტოს დროს ეს მოვლენები. საღამო იყო ასე 6 საათი 7 აგვისტო. გამოცხადდა ანგაში აზარმული ვითარება. ავიღეთ ყველამ როგორც ყოველთვის შეერაღებაში ავიღეთ იარაღები, შევიარაღდით, ველოდებით შემდგომ გადაწყვეტილებას და მითითებებს. მე არ მქონდა ხა იმის ფუფუნება ზედმეტ თათბირთებზე დავსწრებოდი
არ ვიყავი შესაბამის თანამდებობაზე და ამის ინფორმაცია მეთაურისგან არ მიმიღია რა ხდებოდა. უბრალოდ კაზარმული რო გამოცხადდა ვიმოქმედე წესდების მიხედვით. დილას ასმიმ საღამოს რა უკვე 6 საათი იქნებოდა ასე. გადავედით უკვე ვითხრეს უნდა გავსულიყავით გორის მიმართულებით და დანარჩენს იქ მივიღებდით ბრძანებას. მოგვაწყეს პლაძზე, მაგრამ აქ ისე აღსანიშნავი რომ მოგვაწყეს მარტო ცალკეული ასეულები, საშტაბო ასეულები. და ამ საშტაბო ასეულებს მეთაურად დაუნიშნეს დღევანდელი წანისის მეთაური ელგუჯა ბებინიძე. მაშინ იყო მაიორი. მაშინ დაზვერვის კურსებიც ახალი დამთავრებული იყო ბრიგადაში. მოწვეული იყვნენ ინსტრუქტორები ისრაელიდან. დაზვერვის კურსი ჰქონდა გავლილი. მასე იქნებოდა საღამოს 8 საათი. გავედით ბრიგადიდან საშტაბო ასეულები გორის მიმართულებით. იმ საღამოს დავბანაგდით გორში, ატმების ბაღები იყო მან და მეორე დილა რო გათენდა ასე 6 საათისთვის ჩატარდა თათბირი. მე მან დავინახე აკადემიის ოფიცრები, მაშინ აკადემიას ხელმძღვანელობდა დავიელ ლონდარიძე, დღევანდელი პარლამენტის წევრი. და მისი სიქვისლიც უკაცრავად საუბარ შეგაწყვეტიებ დღევანდელი გვარდიის სარდალია. ხო, ეს ვიცი, მაგ პიროვნებას ვიცნობ. რომელიც არჩევნებს აყალბებდა 2008 წელს ერაყში ვასიტის პროვინციაში, ესეც მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს. და ეს ის ადამიანია, სადაც ახლოდიანი დაინიშნა მის მოადგილედ ყოფილი ზონდერი, რომელსაც არქანი აყავს ნაწამები. უბრალოდ ეს პატარა გაშლისთვის. გააგრძელეთ ბატონო. ამის შესახებ მე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და დანარჩენს რაც ხდებოდა, იმას მოგახსენეთ. დიახ, ბრძანეთ. დილით ჩატარდა თათბირი, მაშინ მე ვნახე 53 ბატალიონის მეთაური ჭედია, ცხონებული, ჩემი მაგარი ძმა კაცი ახლობელი. უფროს კურსზე იყო მაგი და კაი ურთიერთობა მქონდა, მაგიდან ხვდა აკადემიაში და მიხსნიდა თავიდან რომ მევედი ახალი ვიყავი რა ხდებოდა როგორ და დოქში მაგარი ძმა იყო. კაი ვაშკაცი მეომარი ათოში იყოს მისი სული. და მე შევხვდი ამ პიროვნებას ველაპარაკე და მითხრა უჩაო ჩვენო შევდივართო პირველი ერნეთის მხრიდანო. ხო და ჩვენთან შეთანხმებით მოქმედებთ ჩვენ გუჯასთან მაქვს ბიბინიძესთან კავშირიო და ეს ბრიგადები შეთავსებული 53 ბატალიონის ბრიგადის საშტაბო ასეულები რა შეგვათავსეს რა. გავიდა გელა ჭედია თავისი ბატალიონი ცოტა ადრე და მივყევით ჩვენ საშტაბო ასეულები, რომელსაც მეთაურობდა ბიბინიძე და საშტაბო ასეულის მეთაური იყო ჩემი უშუალო ანტონ ქუთათელაძე. დავიწყეთ შესვლა ინგლისის მართულებით, მივდიოდით გზაში, გაშლილები, როგორც წესი და რეგია, ეს ანტო სტანდარტი, ასე ვთქვათ, გვერდზე გზის გვერდებზე ათეულები და გაშლა და მეთაური წინ. ასე ვთქვათ, შევედით უკვე ერნეთის ტერიტორიაზე და ზემოდან თავს დაყვებოდა სუ, რომელიც ბომბავდა ცხინვალს, ბრუნდებოდა უკან და ერთი და იგივე იყო ეს, ორი დადიოდა და ერთმანეთს ვლიდნენ რა, ერთი წამოვიდა და მეორე ბომბავდა რა. და ეს ჩვენ მოყვებოდა თელი გზა ზემოდან. მოწინააღმდეგის მოიერიშე თვითმფრინავი. ჩვენ არ ვიცოდით ჯერ ეს ვინ იყო, არც მოწინააღმდეგე, არც მეთაურმა იცოდა, გეტყვით, ამას რატომ ლაპარაკობ, არ გქონდა ჩვენ ეს ვინ იყო. რა ვხედავდით, რომ უბაგუნებდა ცხინვალს და ჩვენი ვარაუდით ახლა ფიქრობდით, რახან ცხინვალს ბომბავს ჩვენებია თორემ. ჩვენ არ გქონდა ინფორმაცია სინამდვილეში ვინ იყო. თუმცა აღმოჩნდა რუსების მოიერიშეები გადავგვიფრინეს და მე მეკვირს რომ მივდიოდით სანამ გზაში, იქ რატომ თუ ჩვენი განადგურება უნდოდა ასე, მაშინ რატო არ მოგვიღეს ბოლო. ყველა შეეძლოთ, ან არ ქონდათ მაგის ჩამოსაგდები, არავითარი
საშუალება გქონდათ მამათი ვითომ ხარისებიო და მე მაგის ვერაფერი ვერ ნახე კარგი მან შესვლა და გვეთ ჩაიხშო კავშირი დავკარგეთ ბატალიონის მეთაურთან კავშირი 53-ის ხონებულ ჭედიასთან ხარისი ჩაიხშო და დაიწყო ბრძოლის მართვა ტელეფონებით რა ვიცი ეს შეიძლება კომენტარს გავაკეთებ ვინც იცის როგორ წარმოვებს საბრძოლო მოქმედებები და რას ნიშნავს საომარი მოქმედების დროს კავშირის უზრუნველყოფა მან იცის რა აღირებულია საინფორმაციო მართვა ომის დროს და ნუ ეთყობა ეს არანაირ კომენტარს არ უძლებს საომარი პროცესის წარმოება ტელეფონებით ასე ეთყობა მხოლოდ ომის სააკაშვილისეულად იყო შესვლა უკვე ერნეთის ტერიტორიაზე და უცებ შეხვდა მან ბატალიონის მეთაური დღევანდელი გელხაური ლერი, რომელსაც შემიძლია დავახასიათო როგორც გმირად, თუ ვინმეს ეკუთვნოდა გმირობა და გენერლობა, ეკაცი უნდა ყოფილიყო. მაგის დამსახურებით არის ბრიგადები დღეს გადარჩენილი და შეერაღებული ძალები. ამას ყველა აღიარებს და დარწმუნებული ვართ ის ისეთები აღიარებენ, რომელსაც ამის აღიარებას არ სურს. უბრალოდ რომ აღიარონ სხვა გზა არ აქვს. ყველა ამის რომ ეს კაცი არის ასეთი, მაგრამ დღესაც ბატალიონის მეთაურია როგორც ხდები, როგორც ვიცი. სატანკოს მეთაური იყო ომის დროს, მე ვიცი. შემდეგ რაბედი ეწია ვერ გეტყვი. ეხლაც მეთაურია მე მგონი სატანკოშია, მაგრამ არ გაუშვიათ ზემოთ და ნუ გადამწვარი იყო ენდეთი, კიდე ყველაფერს, მაღაზიები რაღაცები სულ იწყოდა რა ყველაფერი აქეთ. დაგვთა ეს გელხაური და 2 ტანკი იყო კიდე ნაცნობები რა ჩვენი სენაგის სატანკო ბატალიონი ესენი წამოსული იყვნენ ადრე და გადამზადება მიდიოდა ვაზიანის პოლიგონზე რა ესენი აქედან ჩაერდნენ ბრძოლას რა ჩვენ მერე ჩამოვედით ესენი უკვე იქ დავხვდნენ ჩვენ დაბომბილი იყო გადამწვარი იყო ეწოდა რა საერთოდ ეგნეთის ტერიტორია რა შევედით შეგნით და უკვე კავშირი ჩაწყდა, ყველაფერი არაფერი კავშირი არ აგვაქვთ. სატელეფონო ზარებს უშვებ მე წვრეკავ ჭედიასთან, არ მიყურებია მე არც ბიბინიძესთვის და არც ჩემი უშუალო მეთაურისთვის, იმიტომ რომ მე პირადი ურთიერთობები მქონდა და მაგასობა ჭედიასთან და მეტყოდა რა, უფრო ასე ჩავთვალე საჭიროდ. მაგრამ ვერ გავდივარ ტელეფონით, ისინიც ვერ გადიან და არ გვაქვს რა წინა ბატალიონთან, რომელიც შევიდა. ეგი წავიდა ზემოთ მართულებაზე, აქეთ წერია ახოს მართულებაზე წავიდა, როგორც ვიცი. და ჩვენ ჯერ ვდგავართ ტეკთან. ტეკი ცხინვალში, პოლიციის ტეკი რომაა, მათ. და ჩამოჭდა ხალხი, დარგლილი ხალხი, ხამენათევი გზაში, თან მერე უსებ შესვლა. ზოგი ისვენებს, ზოგი თავის ოჯახის წევრებსთან მესიჯობს, ზოგი რაღაცა წყალოს რო გავიდეს, ზოგს უჭირს გასვლა ტელეფონს, ზოგს და ასეთი სიტუაციაა. ხო და ისეთი ადგილი მოგძებნე რა, ტელეფონს თუ დაეჭირა და ცოტა ჩემი ოცეულიდან წავიწიე რა აქეთ. ის მართულებით. ერთი 3 კაცი ვიყავით რა. ისაც ტელეფონი და სახლიდან მომივიდა მესიჯი გამიგეთ და რო დავაგვირდი ტელეფონს რა, მე თქვი, ზემოთ ავალ მეთქი, ზემაჭერდა რა, იმაზე და წავიკითხავ კარგად მეთქი. ოჯახიდან იყო წერილი და მოთხარი დავამშვიდე ნორმალურად არის მეთქი სიტუაცია მას წერ და ხესთან ვარ ცოტა მახულზე რა ბორცზე ასული და ხესთან მიჯექი რა და უცებ რაღაც გრუხუნის ხმა მომესმა რა რაღაც ასეთი და წამებში უკვე ცეცხლი მიკიდია ქვემოთ რა იმაზე რა მინდორზე რა ცეცხლით და გაიბსო ბოლი დადგა და მე ჩამოვხდი უცებ ინერციით ჩამოვარდი ქვემოთ და გავიხედე ახლა ჩემი ხალხი ჩვენი ხალხისკენ რა და ისეთი ჭყივილი როგორ თქვა გოჭები ჭყივილი და დაჭრილი ხალხის ყვირილი და ვაიმე და გნავილი როგორ თქვა რა ვიცი ძალიან შემზარავი იყო ჩემთვის ის მომენტი და რომ დადგა ეს ბოლი ხედავ გაშლილია ეს დაჭრილები ყრია პირველი რაც ნახე ჩემი საშტაბო ასეულის ჯარისკაცი იყო თემური ბოგუჩავა ნათელში ამყოფოს მაგისული თავისი ბრონეჟილეტიანად გადაუჭრია რა შუაში რა ნაცვლები გარეთ იყო განმოყრილი და ნუ სამი მიცვალებული ადგილზე დაიღუპა რა ნუ ესენი
ერთი იყო 53 მძღოლი, ამბულანსი მძღოლი და ორი ჩვენი რა, ერთი ნიკიტინი საშტაბო ასეულიდან და ჩემი მეგობარი იყო. ქუთაისელი. ერთად დავამთავრეთ სამხედრო ლიცეუმი. ანდა წინა დღეს გაუბავში სვავდნენ ნეტავი ჩაესვათ, უკვე გაბზანება გამზადებული. ავარიაში მოხდა წინა დღეს ვიცი სხვა იმით გაუბავში უნდა და ჩასვა რა მაგისი და თელეგრამი თან ნასვამის გამოცხადდა რა მაგი და თელეგრამი უძილო გაჭირებული კაცი მე ვიფიქრე გემაინს უთხარი მეთაურს ასეულის მეთაურს გემაინ ჩაგესვა მეთქი დღეს ოცხალი იქნებოდა თამაზი უკაცრავად სიტყვა არ დადო უჩავ ბოდიში რო გაწყვეტიებ სამხედრო ლიცეუმში ჩვენ მთელი 2 წელიწადი ერთად ვისწავლეთ და ჩვენ ნამდვილად ის თაობა ვიყავით მე 84 წლიანი ვარ და ის თაობა ვიყავით ვინც 20 ლარიან საბუთებს არაკეთებდა გირჩის ეგრეთ წოდებული გირჩის და საოკუპაციო ზოლთან არ გარბოდა და უკაცრავად და უკანალს არ იხდიდა. ეს იყო ის თაობა, რომელსაც ნამდვილად გქონდა განცდა იმისი, რომ ჩვენი სისხლით და ჩვენი ხორცით უნდა შეგვეტანა წვლილი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და როდესაც ვინმე სლავიანური გვარის მოქალაქეებს ცუდად მოიხსენიებს, მან გაიხსენოს, რომ თამაზ ნიკიტინმა თავი შეწირა ამ ქვეყნის ერთიანობას. ის ძალიან ღირსეული ბიჭი იყო. ამ დროს გადავეცით ასეულის მეთაურმა დარეკა მაქსოს დღევანდელი დღესავით ანტონ ქუთათელაძემ დაურეკა ზეზვალი პარტელიანს მეორე ბრიგადაში ბატონო მეთაურო ჩვენმა ჩიტმა დაგბომბაო რა ეგ სიტყვები უთხრა პირველი რა ისეთი წარმოდგენა ქონდა ყველას ეს ჩვენმა შემთხვევითო რა ჩვენმა ჩიტმა როგორ დაგბომბა ესენი იყვნენ რუსები დაადირებულები და დაგბომბეს რა და კიდევ კაი რომ ის მოხდა დაბომბა და ასეთი იმით დამთავრდა თორემ ჩვენ ხიდი რო გადავსულიყავით ისინი მაგათ ელოდნენ ხიდს რო გადავიდოდით რა აი ხიდს გადააფეთქებდნენ რა ერნეთის ხიდიდან დავიქით ვერავინ გადმოვიდოდა ცოცხალი აი ესაა ჩემი აზრი ისინი ელოდნენ ამას იმიტომ რომ ამას უფლებას ამის ხმის უფლებას მაძლევს რომ გელხაურის ტანკი ერთ ადგილს უბაგუნებდა და ძალიან გაუშროს სისხლი რა მაგათ რა მე წამოვიდა ის დაბრუნდა და ჩამოვიდა იძულებული გახდა გაეჩერებინა და ამას მოყვა ეს ყველაფერი და 65 ადამიანამდე როზუსტად რიცხვებში არ ვიცი დაიჭრა და 3 ადამიანი დაიღუპა და ეხლა მოქმედებას ხალხი უკვე პანიკაში ჩავარდა ბევრი უმრავლესობა ეს ვერ მოხარშა კარგად ეს გადაჭრილი ხალხი გადახეული ეხლა ჩვენ მაინც აკადემია გქონდა მაშინ ძველებს დამთავრებული რუსული ტაქტიკით და იქ ყველაფერი ვასწავლეს რა როგორ გვიხსნიდნენ და შეჩვეული ვიყავით ეს მაკეტები გადაჭრილი ხალხის ნანახი ქონდა და არ იყო ის ბევრისთვის მაგრამ ბევრმა ესეთი რეაქცია მიიღო რომ მე რა ვიცი მაგას როგორ რა ოფიცრობა ეკუთვნოდა მანამდე ნატო სტანდარტი და ნუ ესენი თავის სერტიფიკატებიანად გაიხსნენ აქედან რა გაროჩე მიცვალებულთან ვერ მივიყვანი რა რომ დამედო ერთ დაუძახე დამეხმარე მეთქი ერთ ოფიცერს სახელი არ მინეხავს რა პრინციპში მიხვდება მე ხომსახურობს ის ხო გიგას როგორ არა გმირია ანა აი ეს რა ბოლო მეცვალებულებთან ვერ მივიყვანი რა რომ დაგვედრო მანქანაში დავაწყეთ საწყლები და გავიყვანით რა ეს დაჭრილები მანქანები მოვიდნენ და ნერნელა და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უკან დაგვეხია ცოტა და დავლოდებოდით ბრიგადი ჩამოსვლას რა უკვე გზაში იყო რა წამოვიდოდი რა ესენი დავხიდით უკან რა ტყვიავთან დავბანაკდით რა და არა გასული 15-20 წუთი და მოდის ჯიპების კოლონა წინ ეზერაშვილის მანქანა და გადმოვიდნენ მინისტრი გოგავა რა ხდება ვინ მოგცადო თქვენ უფლება უკან დახევის და გარუჩი ილანძღება რა ეს ეზერაშვილი მივარდა ბიბინიძესთან შეურაცხყოფა მიაქენა სიტყვიერიც ჩემი მოგცავა აქ უკან დახევის უფლებაო დავა უკან შეყარე ეს ხალხი ისევო და ნუ ეს დაიბარა და დავიდა სხვა გზა არ ქონდა და ეს დანაყოფამდე ადგილზე შევედით ისე უკან რა ევამეს ასე უკვე 2 საათი 3 საათი იყო გასული უკვე დავბანაკეთ ყველაფერი პოზიციები გავინაწილეთ ყველა და დაზვერვამ შეაჩნია რა რომ მოდის გაშლილი კოლონა ამ ტანგების რა ზემოდან განათდა ყველაფერი რა იმდენი მოდიოდა რუსების ტექნიკა
უნდა გავედით იმ ღამეს რა. გავედით და გზაში გავიარეთ მახსოვს დღევანდელი დღესათვის, ნახეთ რუსების პოსტი რა. ერთი ბემბე იყო და რამდენიმე ჯარისკაცი რა. ჩვენთვის ამის აყვანა და ტყვედ. არც იმას არ წარმოადგენდა სიზნელეს 200 კაცი მოვდიოდი და ვინ იყვნენ ეგენი. გვიყურებენ ასე დაბნეულები, შეშინებულები და უბრალოდ გვიყურებენ, ხედავთ რა. კონტაქტის უთხარი მეთაურს მე ველაპარაკე, მან უთხარი რომ ესე რომ ავიყვანოთ მეთქი, ტყვედ გამოგვადგება მეთქი და ესენი არ ჩაერევიანო, მე ასეთი პასუხი მივიღე რა. არ ჩაერევიანო, ესენი მირატვარცი იყვნენ რა, ეს ეწოდებული სამშვიდობები, მაგრამ მაგათმა რომ იმოქმედეს ისე მაგა დედაც ვატირე, მაგათმა დახოცა ჩვენი ბიჭების უმრავლესობა მე. ესენი ვითომ ეგრეთ წოდებული სამშვიდობეები იყვნენ, მაგრამ მაშინ მაგათმა უბრალოდ გავიარეთ ამან და წავედით და დავბანაგდით ქვემოთ შინდისთან რა. ჭადრებს ეძახიან და ჭადრებს დავბანაგდით რა. მან იყო სახმელეთოს შტაბი, მან სარდალიც იყო ბალახაძე. ნუ აქ იყვნენ ყველანი. და იმ დროს მოხდა ესეთი სიტუაცია, გადაიფრინა და ჩამოვაგდეთ ერთი ბომბდამშენი და მესიმწყოლი ისა პილოტი გასულად გავიყვანეთ ყვეთ ის იყო რომ ყავდათ აქ დამკურნალეს. ბეჭზე გასადები კომპლექსით ჩამოვაგდეთ, ხო? ხო, მე მგონი მათმა მე არ მინახია რითი ჩამოვაგდეს, მაგრამ სხვა ქვედანაყოფმა ჩვენმა რა, ქართველებმა ესე მაგათმა ჩამოვაგდეს, სადაც საგლობა იყო იქ შტაბთან ახლოს. იმან ჩამოვაგდო ახლოს ისინი რა. ბომბებს ყრიდა რა და მე ეს კვადროციკლების ბეჭზე გადასატანი კომპლექსები რო იყო ზუსტად მაგ მოძრაობდა თქვენს დანაყოფებთან და ეს მეოთხე ბრიგადასთან იყო უფრო ეს კალანდაძეს ყავდა თორემ ჩვენ იქ ვინც ვიყავით მაგ კვადროციკლები ჩვენ არ ყავდა რა ბოლოს კი ნახე ერთი სალი ყოფილა ერთი ვაგაცი იჯდა ისე გარბოდნენ რა ბოლოს ესენი კი ნახე ერთი კვადროციკლი გოლია სენაგის ბრიგადას მან ბოლო დაბანაკდით აქ და დააღამდა ეს ღამე ისინი ბრიგადა წამოსულა და ავიდა ავნებში და ავნებში განლაგდა ჩვენ აქ სასტაბო ასეულები უკვე დარჩენილი რა ერთი 200 კაციდან 60 კაცია დანარჩენი უკვე ვინც არ არის არავინ არ იცის ზოგი გორისკენ გაიქცა ზოგი იქით და ნუ ეს ხალხი დავჩით რა 60 კაცამდე რა ჩვენთან იყო ასეულის მეთაური ქუთათელაძე მოადგილი მუშკუდიანი ავთანდილ და ნუ სასტაბო ასეულების სხვა მეთაურობაც რა გათენდა დილა და წავიდა თუ ბრიგადა შეუერთდა და წავიდა ბიბინიძე და მივყევით უკან მაგრამ რაღაცნაირად ჩვენი პირველი მანქანა ჩვენი კოლონის სამ მანქანიანი პატარა ეს კოლონა ქონდა მექნებოდი ჩვენი 20 იყო დარჩენილი საშტაბო ასეული რამდენი კაცი და გააფუჭდა იქ და ჩამოვჭით კოლონას და კავშირი ამ ხარისი და ტელეფონით უკვე არ იყო და ესენი ავიდნენ ავნებში და ჩვენ მოხვდით ნიკოზის მიმართულებით შეტევაზე შევეხები უკვე ნიკოზე გადავალ ნიკოზის მიმართულებაზე შევედით და აქ დახვდა ესენი ყურაშვილი გენერალი მიშას გმირი ასე ვთქვათ და დანარჩენები რა სხვაები პოლკოვნიკები მან ისიც ნახე წარიელ ლონდარიძე პარლამენტარი კიდევ ბინგო ოსეფაიშვილი და აქ ნახე რა და აქაც ესეთი სიტუაცია უკვე ყურაშვილთან ამსახური ვიყავი და ვიცნობდი კარგად და მივედი ახლოს და რა ხდება გამანდირი თქვენთან ვარ აგერ თქვენ გვერდში მეთქი გამიხარდა რომ ყოფილ მეთაურს ხდები ბრძოლისულზე მე ასეთი წარმოდგენა მქონდა სულ მაღაზია რომ ძლიერი და ძლიერესი გენერალი მოყვება წინო ბიჭებო და მივდივართ რა ცეცხლი არის უკვე მინამიოტები ჩართეს მოწინააღმდეგები და ეკლესიასთან იბომბება ყველაფერი რა ეპარქია რომ არის ნიქოზის რა გასასვლელთან რა თავისთავად რადიოელექტრონული ომის წარმოქმნის და კავშირი არ აქვს. არა, და მივდივართ რა ზემოთ და მოდის მანქანები ვხედავ პოლიციის ვენაცვალე შავნაბადის ბიჭებს, ყველა შავნაბადას უხდი. იმაში რომ არიან დამანაკებული არა, იქ შავნაბადაშია მეგონი, ხო? ესენი ეს კობრა მანქანებით პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები გამოქონდათ ბიჭები, დაჭრილი, დაღუპულები, არც ერთი არ დავშედიოდნენ, გამოდიოდნენ ესენი თორე.
ეს მეოთხე ბრიგადაა და თავისი მეთაურობა უკვე რა ბრიგადა კი არა მეთაურობაზე მაქვს უფრო ეს სად იყო უკვე მე არ ვიცი ესენი ამათ გამოყავდათ იმათ არ მინახია მე რომ კაცი გამოიყვანეს იქიდან რა თვითონ ამ პოლიციის ბიჭებმა გამოიყვანეს მაგიდან ესენი მოქმედებენ უფრო და ჩვენ ზემოთ მივდიოდით მაინც ძალება ქონდა წინ და ვხედავ ესენი უკან მიდიან და ეს შავი ჯიპების კოლონა ეს გენერლები პოლკოვნიკები და წავიდნენ ესენი თავიანთ გზაზე თავის სარდალით ჩატოვეს ბალახაზე მამუკა სარდალი იყო მაშინ ჩემი ყოფილი მეთაური იყო აი ურთიერთობა მქონდა ესე ჩატოვეს მან და ყველა გაიქცა ესენი არავინ არ მინახია რა ბოლოს ერთი იყო პოლკოვნიკი თელია რომელმაც არ დაგტოვა და ჩვენ პირად შემადგენლობასთან სენაკის ხალხი ვინც ხართო გერვართო თქვენ გვერდში შვაგი თელიაზეა ხო საუბარი ხო შვაგი თელია მაგი სარდალი იყო მაშინ იყო გენშტაბის უბრალოსის მოადგილე და სენაკის ბრიგადას კურირებდა რა ხო უბრალოდ მაგ პიროვნებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ბევრი დადებითი აზრი არსებობს და თქვენც ამას ახსენებთ და კარგია ეს რომ სიმართლე არ იმალება ჩვენ ზუსტად ვდგავართ ამ მოწოდების სიმართლეზე თუმცა თქვენ კარგად იცით რომ კობაუთანაძე როგორ ჩაცხრილეს ის მერაბიშვილთან დადებული კადრები როგორ იყო ჩვენ დაინტერესებული ვართ მაგამდით დღესდღეობით ბატონი შმაგითელია მსახურობს უпроსწორად მუშაობს ეგრეთ წოდებულ დელტას ბაზაზე სადაც გენერალი ნაირაშვილი კაი ხანია მაგი მანდარის მე მგონი ოსეფაიშვილიც იყო ერთი პერიოდი ეხა არ ვიცი მაგ პიროვნება სად არის სადღაც ფაქტიურად ამერიკაში ნახე ფოტოებით უნდა გადაღებული ირმერთან და რა ვიცი მაგ ხო ნუ ის დელტაც არკე განსახილველი თემაა ბატონო უჩა იმიტომ როგორც მოგეხსენებათ ეს გახდა დანაშაულებრივი პერსონების თავშესაფარი გლდანის ეკლესია და ეპარქია ვინც დაარბია მამა ბასილი ვინც ფეხით გამოათრია ხო დღეს ამ დელტას ბაზაზე მსახურობს უბრალოდ მუშაობს სრული პირადი შემადგენლობით ბატონ შმაგისთანაც აგვაქვს კითხვები იმიტომ გვაქვს რომ ის ყველა უნახეთ ის ვანდალური ორი გვამის შეკვეთა და ბატონი შმაგიც იყო იქ და კარგია რომ საზოგადოება ყვება მის დამსახურებას ეს ცუდი არ არის მაგრამ ის ბუნდოვნება რაც არის არა მარტო შმაგითელიას მიმართ, ზოგადად პერსონების მიმართ, ვინც სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებიან, ხო? ეს ბუნებრივია და ეს კითხვები იქნება. გავაგრძელებთ ბატონო უჩეჩო საუბარი. რა, იმ ღამეს უკვე რა ესენი უკვე დავნებში ავედით და დაბანაკდით მან. ასე იქნებოდა დილის გამთენია იყო უკვე 10 აგვისტო ზენდებოდა ამაც ხარდა განგაში და ბრიგადა მივიღეთ უკაცრავად ბრძანება, უნდა ჩავსულიყავით კეცეულში რა. დავეშვით ამ კლდის ძირას. ჩლიანა ბრიგადა გაშლილი იყო და მაშინ გადმოგვიფრინა ერთმა 4-მა კიდე რა. 4 და 3 მე 4-ზე მეტი იქნებოდა რა. გადაგვიარეთ ჩვეულებრივად ზემოდან, ხედავდნენ კლდის ქვემოთ გაშლილ ბრიგადას.